ეს ადამიანები დილით ადრე იწყებენ საქმიანობას და ყველაფერს აკეთებენ, რათა ქალაქი სუფთა და მოწესრიგებული იყოს. ჩვენ ვაფასებთ მათ შრომას, მადლობა თითოეულ მათგანს ჩვენი ქალაქის სიყვარულისა და მზრუნველობისთვის. ზესტაფონის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის ცენტრის 39 თანამშრომელს მთელი წლის განმავლობაში გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და სიგელები გადასცა. ვახტანგ ღამბაშიძემ და ასევე სხვა გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს მეეზოვეთა მნიშვნელოვან წვლილს ქალაქში სისუფთავის შენარჩუნებისა და ჯანსაღი გარემოს შექმნაში. თავის მხრივ შეხვედრის მთავარმა მონაწილეებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. მერის გადაწყვეტილებით ფულადი ჯილდო მიიღო ყველაზე უხუცესმა მეეზოვემ მზია კალაძემ. დღეს ჩვენ შევხვდით დასუფთავების თანამშრომლებს, რომლებიც დილით 5-დან 6 საათამდე გამოდიან და ისინი შრომობენ იმისათვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს რაც შეიძლება მაქსიმალურად სუფთა და მე მინდოდა რომ შევხვედროდი ამ ადამიანებს, ჩემი მხარდაჭერა გამომეცხადებინა მათ მიმართ და ასევე სამადლობელი სიტყვა მეთქვა, რადგანაც მათი შრომა ფასდაუდებელია. მართლა ჩვენ მოქალაქეებს, რომ ეს ქალაქი თითოეულ ჩვენთაგან ის არის და მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ სისუფთავე, რადგანაც ეს ადამიანები მართლაც რომ დასაფასებლები არიან და ამ ადამიანებთან ერთად ჩვენ ვალდებული ვართ, რომ შევინარჩუნოთ სისუფთავე ამ ქალაქში. კიდევ და კიდევ მინდა დამდეგშობა ახალი წელი მივლოცო ყველას, უსურო ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და ულევი ბედნიერება. ჩვენ შევხვდით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის ცენტრის თანამშრომლებს, ჩვენს ძვირფას ქალბატონებს და ბატონებს, რომლებიც ზრუნავენ ჩვენი ქალაქის სისუფთავეზე, სილამაზეზე. მათი წვლილი არის ის, რომ თითოეული მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელი დავაბიჯებთ სუფთა ქალაქში. მინდა ჩვენი მუნიციპალიტეტის, ჩვენი გუნდის ბატონი ვახტანგის სახელით უღრმესი მადლობა და გულწრფელი მადლობა მოვახსენო მათ თითოეულ მათგანს გაწეული სამსახურისთვის, გაწეული შრომისთვის. ასევე მინდა გაცნობოთ, რომ დღეს თანამშრომლებს შორის არის ყველაზე უხუცესი ადამიანი ქალბატონი ზისნადარი კალაძე, რომელსაც განსაკუთრებულად მინდა გულწრფელი მადლობა უთხრა და უსურო მხნეობა, ჯანმრთელობა პირველ რიგში თავისი ოჯახის და შემდეგ ჩვენი მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ. მოყოფილი ვარ აი რას განსხვავება დღეს თავის რაფერა ბატონ ვახტანგ გაბაშიძეს ჩვენ დასუფლების უფროსებს გისურვებ შემდეგ შობას ახალ წელს ყველა ოჯახს სითბო და სიხარული და ბედნიერი წელიწადი იყოს ეს წელიწადი. ეცდები გამომართლო ყველა ნდობა ძალიან ბედნიერი ვარ რომ დაგვაფასა ადგილობრივმა ჩვენმა უფროსმა დაგვაფასა მუნიციპალიტეტმა და მე ვესწრები რომ კიდევ დიდხანს ვიმუშაო. მოგილოცავთ დამდეგშობა ახალ წელს. დღევანდელი შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ მუნიციპალიტეტის მერიამ თითეული დილისმენის მეეზოვე დააჯილდოვა მათი გაწეული შრომისთვის, ამაგისთვის, რომლებიც მართლა დილის გამთენიას რიჟრაზე გამოდიან ჩვენი ქალაქის სისუფთავეზე სადარაჯოზე დგანან. ამისათვის უღრმესი მადლობა მერიას ხელმძღვანელობას და თითოეულ ჩვენ ქალბატონს, რომელიც მთელი შრომას დებენ, რომ ჩვენი ქალაქი იყოს სუფთა.